თბილისის საქალაქო სასამართლოში კი ამ წუთებში გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს ამჯერად მტკვარი ჰესის საქმეზე. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით ბაჩიაშვილმა მტკვარი ჰესის პროექტში გარკვეული სახის რისკები ვერ გათვალა, რის გამოც მშენებლობა გაჭიანურდა და გაძვირდა. მე ვიქნები საქართველოში და შეიძლება მსოფლიო ისტორიაში პირველი, რომელიც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში, განაცხადა დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა. დღეს დაიწყო ამ საქმის არსებითი განხილვა და სასამართლოს მხარეებმა შესავალი სიტყვებით მიმართეს. ამ საქმეზე ივანიშვილის ყოფილ ფინანსურ მრჩეველს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა გამომტყუნებელი განაჩენის შემთხვევაშიც კი პატიმრობის ვადა მისთვის არ შეიცვლება, რადგან ბიტკოინების საქმეზე ის უკვე 11 წლიან სასჯელს იხდის. ისებულებთ მოცემულობა, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის დამნაშავებას ადასტურებს საკმაოდ მაღალი ხარისხის არის, ეს არის უმთავრესად დოკუმენტაცია, რომელიც განხორციელებული ქმედებების და ასევე იმ ქმედებების არ განხორციელებას, რასაც ბუნებრივია ჩვენ და დოკუმენტურად ასახავს, ეს არის უშუალოდ გიორგი ბაჩიაშვილის პასუხისმგებლობით შედგენილი დოკუმენტები. დამნაშავება სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მას ეს უფლებამოსილებები ჰქონდა, მან მოიწვია კონკრეტული კომპანია, რომელმაც შეადგინა რეპორტი, სადაც იყო რისკები და საფრთხეები იდენტიფიცირებული და ეს ყველა რისკი და ეს საფრთხე არ იქნა გათვალისწინებული და შედეგიც ბუნებრივია ამ მიმართულებით დადგა. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, ძირითადად ეს მოწმეები არიან ამ ფონდის თანამშრომლები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ადასტურებს, რომ ისინი ახორციელებდნენ ყველაფერს სწორი მენეჯმენტისათვის და შესაბამისად არანაირი გულგრილობა არათუ გიორგის მხრიდან, არც ერთ მათგანის მხრიდან არ ყოფილა. დირექტორი არ გახდათ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიმღები პირი, არამედ არსებობდა აღმასრულებელი საბჭო. ამ საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ თითოეული მიმართულების ხელმძღვანელები, იგივე სამშენებლო კუთხით, საინჟინრო კუთხით, ფინანსური კუთხით, იურიდიული კუთხით მათ შორის, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დებდნენ სათანადო დასკვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ ერთობლივად კოლეგიალურად ხდებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.